მოგესალმებით მეგობრებო, დიდი ხნის შემდეგ დაგიბრუნეთ ფუტბოლში. მოკლედ ახალი აკაუნტი შევქმენი აქ და მაგით არ ვიღებდი ვიდეოებს. ახლა ტელეფონი რო ვიყიდე, ახალი აკაუნტი შექმნაც მომიწია. აქ გავხსენი და რანდომზე დამიგდევ ფიგო. 150-ში ერთი შანსი იყო და მეორეს გავხსენი. მოკლედ. დღეს ვინამედ ერთხელს PvP-ს, ანუ სხვას ვეთამაშებით ვიღაც რანდომ ადამიანს, ნამდვილს და AI-ს. მოკლედ, თუ გინდათ მეტივე ფუტბოლის ვიდეოები და ლაიქეთ ვიდეო და გამოეწათ არხი, ასევე დაწერეთ კომენტარებში რა გინდათ რომ შემდეგი გადავიღო. ნუ შემდეგი ვიდეო იქნება Minecraft-ზე. მაგრამ არ გეტყვით რა, survival-ი თუ რა, მაგას არ გეტყვით, გაიგებთ და ელოდეთ. წინა FIFA-ს ვიდეოს ნუ ნამდვილად ლაიქები მოემატა ვიდეოებს. ნამდვილად ვიტყვი მაგას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნახვა მიგროვდებოდა ვიდეოზე და ლაიქების საერთოდ არ იყო და ახლა იქით კარგი ნახვებმა ცოტა დაიკლო ცოტათი, მაგრამ ლაიქება მოიმატა. კარგი, აქ პირველ მატჩისთვის ვემზადებით. ცოტა დიდი ხანი კი მომიწია ლოდინი, მაგრამ თქვენთვის არაფერია, იმიტომ რომ ამოვჭრია მკადრებს. მოკლედ ძალიან დიდი ხანი გავიდა, რაც ბოლოს ეფუტბოლი გადავიღე. ბოლოს გადავიღე 2 წლის წინ, დიახ, როდესაც კომენტარის ავტორს, ჩემს კლასელს, ჩემს მაგაც, აი, სამივე ადამიანს ვეთამაშე, სამივე ერთში. აქ ცოტა კარგ ფორმაში ვინც აიმეებს დავაყენებ და ასე გავაგრძელებ თამაშს. მოკლედ, დაგიბრუნებით მაშინ, როდესაც თამაში დავიწყებთ. სობაში მისი გუნდიც ვნახოთ, ჩემ გუნდს არაფრით არ ჩამორჩება, ძალიან კარგი გუნდი ყავს და ახლა კი შეუდგეთ თამაშს. მოკლედ დაიწყო თამაში. მოკლედ ეს მეორე დღეა ვიდეოს გახმოვანების და არსენალმა ატლეტიკოს მოუგო. არსენალი კიდე ძალიან დიდი ხნის შემდეგ ფინალშია. მე როგორც ვიდი ბარსელონას ფანი ვარ. ხო, და დღეს არის PSG ბაიერნი, ძალიან საინტერესო თამაში. კარგი. ახლა ამასთან თამაში უყურეთ თქვენ, სანამ PSG ბაიერნს უყურეთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, არც ეს მხელი არ ჩამორჩება მაგათ. აი ეს ჩემი ფუტბოლის თამაშიც. მოკლედ პირველ ტაიმის ნახევარი უკვე გავიდა და ჯერჯერობით ისევ 0-0. აქ კი ჩემი ძლიერი დარტყმის ცდილობა, რომელიც ვერ განვახორციელე. აქ ჩემი პირველი რეალური მომენტი, რომელიც ააცილა წარმოუდგენლად ააცილა ჩემმა ფეხბურთელმა, არ მახსოვს ზუსტად რომელმა, ხო, ამან ენცო ფერნანდესმა. არ ვიცი, ახლა იქ არ გაკრა, იმიტომ რომ კუთხური არ იყო. ხო. ნუ აქ ჩემბრალი არა, მოთამაშეს ბრალია. თვითონ ენცო ფერნანდესის. ნუ ნიშნულ მომენტებში გაგიხმოვანებ და აქ ბაპემ წამოიღო ჩახვეული დაარტყა, შემიგდო კუთხეში. მოკლედ გამივიდა პირველი გოლი, რომელიც გახსნა ანგარიში მან.
ნუ სულ მალე პირველი ტაიმიც დასრულდება და მე შეგახსენებთ რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო, იმიტომ რომ ეს ჩემთვის ძალიან დიდი мотиваციაა. კარგი. ნუ ნელა ტაიმი მთავრდება და 1-0-ს მიგებს ის. აქ რაფინია ძლიერ დარტყმა უკვე მეორჯერ სცადა, მაგრამ ესეც ჩაუჭრეს, მოკლედ რა დაუბლოკეს მოჩეხეს და ბურთი წაართვეს. და აქ დასრულდა პირველი ტაიმი. ახლა რამოდენიმე შეცვლას განვახორციელებ, სანამ პირველი ტაიმი და მეორე ტაიმი დაიწყება და მეორე ტაიმში ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. და დაიწყო მოკლედ მეორე ტაიმიც. ამასობაში მოკლედ უკვე არის 8 საათი, 3 საათში იწყება PSG Bayern-ი. დიახ. ამ ვიდეოსთან დღეს დავდებ. იმ დღეს, როდესაც PSG Bayern-ის თამაში იქნება. და კუთხურია მოკლედ ლუის ფიგო წააწოდებს, ჯერჯერობით ისევ ვაგებთ 1-0-ს. რამოდენ ბევრი შანსი არა, მაგრამ რამოდენ შანსი ჰქონდა და აქ ენცო ფერნანდესის ძალიან ძლიერი დარტყმა და ძალიან კარგი გოლი. მოკლედ, ენცო ორი შანსი გამაზა, ორი ძალიან მარტივი შანსი და შურის ძია კიდევაც აგერ 59 წუთზე გაიტანა გოლი და გავხადეთ 1-1. ნუ ნელა უახლოვდება მეორე ტაიმის სასრულს და ისევ 1-1-ია და აქ ძალიან კარგი შანსი და ესეც ააცილა. ეს ვინ ააცილა? წესით ედენ ჰაზარდმა, ხო, ედენ ჰაზარდი დგას იქეთ ფლანგზე, მარცხენაზე. ასე რომ ედენ ჰაზარდი აქ დავასტოპე და შეცვლები გავაკეთე. ნუ შეცვლებს გავაკეთე თვითონაც ნახავთ.
და ნუ მოკლედ დასრულდა, მაგრამ რადგან ერთიდერთია დამატებითი დროებიც იქნება, ასე რომ ჯერ ვიდეო არ დატოვოთ და ჯერ კიდევ უყურეთ, კიდევ ერთი შეცვლას გავაკეთებ და მოკლედ ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები დამატებულ ნახევარ საათში ექსტრა ტაიმებში. მოკლედ ნახოთ საინტერესო მატჩი გამოვიდა, მოკლედ იმედია მოგეწონებათ და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, დაწერეთ კომენტარებში თუ გინდათ კიდევ მეტი ფუტბოლი, მე აუცილებლად გადავიღებ. თან მეც სიამოვნებს თვითონ ამ თამაშის თამაში. კარგი. მოკლედ ძალიან ბევრ შანსს გადავურჩი მეც და ძალიან ბევრ შანსს გადავურჩა ისიც. გადავურჩა უბრალოდ გაუმართლა, რომ ჩემმა ფეხბურთელებმა აძლეს, თორემ მე ჩულევად კარს დაუმიზნე და რყმას დავაძექი. ახლა შეიძლება ზოგმა თქვას, რომ ჩახვეული უნდა დაგერტყა, ან ძლიერი უნდა დაგერტყა, ან რამე სხვა ტექნიკით, მაგრამ ნუ არ ვიცი. აქ მესიზე უკეთესი პერფორმანსი დადო და აქ ჰარი კეინმა მიიღო ძალიან მაგრად. და ძალიან მაგარი პასი იყო უბრალოდ ოფსაიდი. ანუ იღბალისა და რა. და სწორედ ეს ოფსაიდი გახდება ჩვენ ბედს ეს ოფსაიდი გადაწყვეტს. ეს ოფსაიდი რომ არა სხვანაირად დატრიალდებოდა ეს თამაში და ახლა ნახავთ რასაც გულისხმობ. ნუ მგონი უკვე ხვდებით. და 100 წუთზე გაგვიტანა ბაპემ გოლი. ნუ შევძლებთ თუ არა კამბექს, თქვენ თვითონ ნახავთ, ჩაუჯექით აბა დანარჩენ 3 წუთს. ნუ პირველ დამატებულ დროში ვერ შევძელი გოლის გატანა, ნახოთ ახლა რას მოვახერხებ მეორე და უკანასკნელ 15 წუთში. მეორე დამატებულ დროში და უკანასკნელ 15 წუთში. მოკლედ ახლოვდება ნელ-ნელა დასასრული ამ მატჩის. ხო, მოდი იმასაც გეტყვით, შემდეგი მაინკრაფტი დაიდება ძალიან მალე. არა უმეტეს 4 დღე. აქ 11 წუთია უკვე ძარცაც 9 წუთი. ედენ ჰაზარდმა პასი გააკეთა, მაგრამ ჩაუჭრა კაფუმ. ნუ აქ იღბალზე თამაში ჩემი აზრი რო გამოთქვა, ამ თამაში უფრო იღბალმა არ გამიმართლა რა. იღბალმა მიმტყუნა. მოკლედ და მეგობრებო, ეს არის უკანასკნელი შანსი შემოვატარე ბურთი, რასაც ქვია მოთამაშეს და ლუის ფიგო დაბარტყიდა. ეს ძალიან ცუდი იღბალია, მოკლედ. მემარჯვენე კი არა, ხო, მემარჯვენე აღმოჩნდა ლუის ფიგო, რაც მე არ ვიცოდი, მარცხენით რო დაერტყა ჩახვეული, დიდი ალბათობით გოლიც იქნებოდა და წავაგეთ ეს მატჩი, მოკლედ. ვიდეო დასასრულს მივახრო და აგერ ნახეთ MVP გახდა მბაპე. ვთქვათ, რომ გამოეწოდოთ არხი, გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო. თუ გინდათ მეტი ფუტბოლის ვიდეოები და ასევე სხვა ვიდეოებიც და წერეთ კომენტარებში რა გინდათ რომ შემდეგი გადავიღო. აქ ენცო ფერნანდესი გოლის გამო გახდა საუკეთესო, მაგრამ ჩემენ არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ორი ძალიან მარტივი შანსი გამარჯვდა. ნახვამდის შევხვდებით მომდევნო ვიდეოში. მოდი ახლა უბრალოდ ნახეთ თქვენ ჰაიდლაითები ჩემს გარეშე.